დღეს ჩვენი სტუმარია რეჟისორი შოთა კალანდაძე. გამარჯობა შოთა, მოგვიყევით თქვენ ჟანრის შესახებ, ეს არის რაღაც ახალი კინო ლექსი. საიდან წამოვიდა იდეა და როდის გაგიჩნდათ ეს იდეა? გამარჯობათ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ არხზე. იცი როგორა ეს ისე არ ვიცი, დროთა განმავლობაში თავისთავად ჩამოყალიბდა ეს როდის და ზუსტად დრო და წამი არ ყოფილა ესე. იდეა საიდან გაჩნდა, ანუ იცი რა, ეხლა თუ ძალიან ხმამაღალი არ არის, უკაცრავად მართლა არ გავს ჩემი ფილმები არავის, არც ერთ ფილმს და აი ესე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა კინო ლექსი. მაინტერესებს ესეთი რამ, ვინ აფინანსებს ამ ფილმებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად არა, ღმერთის წყალობით ვიღებთ. იმიტომ რომ ეხლა საქართველოში ბიზნესმენები აფინანსებენ დიდ რეკლამებს. აი მაგალითად ფილმებს დღეს რო იღებენ, ხო, არის დიდი რეკლამა, შოკოლადის ბარა რაფაელოს რეკლამა მაგალითად ფილმი რაღაც. ანუ ყველაფერი არის სტერილური კადრები, როგორც რეკლამაშია რა. აი წარმოიდგინეთ დღევანდელი თან ცნობილი ფილმები, რო პატარა რეკლამა რო შეადარო, ოღონდ დიდია. დაახლოებით ის არის. კარგად მოძრაობს კამერა, კარგი განათება, ნორმალურად მეტნაკლებად მსახიობები, მაგრამ სად არის რეჟისური? სად არის სად არის ინდივიდუალიზმი? არის ყველა ერთმანეთს გავს. რეჟისორულად ვამბობ. ისტორია კი არა, ლიტერატურის ილუსტრაცია. ლიტერატურის ილუსტრაცია ეს კიდე მეორე თემა, რომელიც დიდი პრობლემაა დღეს საერთოდ სოფლიოში. დღეს კინო გადაიქცა ლიტერატურის ილუსტრაციად, ანუ სცენარის ილუსტრაციად. ეს არ არის კინო. კინო არის კინოს ენით უნდა იყოს ეს გადაღებული. თუმცა სამყარო უნდა იყოს აი ფოტო, გამოსახულება და არა ლიტერატურა. აი შენ რო არ იცოდე ენა, ვერ მიხვდები იქ რა ხდება. აი თქვათ არ იცი ენა, ხო, ვერ მიხვდები რა ხდება ფილმში. თუ არ გადაგითა, ანუ ლიტერატურას მიიღავს ფილმი. არდა ფილმი უნდა წაიყვანოს დედანი რა არის აზრი, ფოტო, გამოსახულება, პლასტიკა და ასე შემდეგ. თუმცა ნებისმიერ მსახიობს და მოდელს, რომლებიც თქვენ ფილმებში მრავლად არიან ცნობილები, ხო. თქვენ გინდა თქვათ, რომ მათ ანაზღაურება არ მოუთხოვთ. ანაზღაურება მე მომცემ პირიქით დიდი ბოდიში რომ ვიღებ ფილმებში, რომელიც დარჩება 100 წლის მერე. ძალიან რთულია დაითანხმო მსახიობი. მადლობელი ვარ ლეგენდარულ მსახიობებს პირიქით იქეთ უხდი მადლობას, იმიტომ რომ მოდიან ესეთ გენიალური მსახიობები არიან და მოდიან ჩემ ფილმებში. ანუ ყველა ეს მსახიობი ანაზღაურების გასაკვირველია რა უნდა დააფინანსო ამ მსახიობს რომ ან იღებენ ახლა მეორე ტენდენციას იმას დაუბრუნდები დიდი ბოდიში გასაკვირველია უფასოდ მოდიან ყველა მეორე ტენდენცია ბაძავენ ევროპულ კინოს მაგრამ ის არის უფრო დაბალი დონის ვიდრე ევროპული კინო ანუ ყველას ეშინია თავისი ინდივიდუალურობის გამოხატვის არ არის რთული დაითანხმო მსახიობი იცი რა ვინც არ არის აი დიდი ბოდიში ბევრჯერ მithქვია და გავიმეორებ ინტერვიუებში მithქვამს რომ ჩემთან ძალიან დიდი მსახიობები თანხმდებიან და აი ისე რომ მარტო პიარზეა დამოკიდებული მის სახელი საეჭო ფილმებში თამაშობს და დღეს ჩანს და ხვალ არავის არ ემახსოვრება დღეს რაც თქვენ არხზე ტელევიზიებში ყველგან ტრიალებს ესეთი 95%-ია და დაჟე 99 მათი პოპულარიზაცია არაფერზე არ არის ფასეულზე დაყრდნობილი აი რაღაც საეჭო ფესტივალებზე, საეჭო იმაზე, რა ქვია, ტელე ვარსკვლავების ისა გადაცემები რო ის ჩაივლის თუ არა, всё არავის აღარ ახსოვს ეს ადამიანი. და ლიკა ქავჟარაძე, კახი კავსაძე, ნანი ბრეგოძე ეხმახსოვრებათ, იმიტომ რომ მათი ხელოვნება არის მძიმე, დაყრდნობილია დიდ რაღაცეებს. ეხლა ნატურის ხეს ყოველთვის აჩვენებენ და ლიკა ქავჟარაძე ყოველთვის პოპულარული იქნება. ეს არის ნამდვილი ვარსკვლავი.